Huawei smartphone-ების ბაზარზე უკვე დიდი ხანია ღრმად გაიდგა ფესვები და სხვა გიგანტ კომპანიებს სათანადო კონკურენციასაც უწევს. ამჯერად Huawei ორი ახალი ფლაგმანური smartphone-ი წარმოადგინა. კომპანია Huawei წარმოადგინა ორი ახალი ფლაგმანური smartphone-ი Android-ის ბაზარზე, რომელთაგან ერთ-ერთი განეკუთვნება ფაბლეტების კატეგორიას. მოწყობილობების შესაბამისი სახელწოდებით P8 და P8 Max დაანონსეს ლონდონის ღონისძიებაზე. P8 აღჭურვილია 424 ppi პიქსელების სიმჭიდროვის მქონე 5.2 დიუმიანი დისპლეით, ხოლო P8 Max გააჩნია 326 ppi პიქსელის სიმჭიდროვის მქონე 6.8 დიუმიანი ეკრანი. ორივე ეკრანის გარჩევადობა Full HD. ახალი smartphone-ები მუშაობენ ოპერაციულ სისტემაზე Android 5 და 0 Lollipop, საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით Emotion 3 და 2. ორივეს გააჩნია 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ძირითად კამერას გააჩნია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. Huawei-ის თქმით, აქ გამოყენებული ოპტიკური სტაბილიზატორი საუკეთესოა თავის კლასში და ორჯერ უფრო სტაბილურია iPhone X Plus-თან შედარებით. P8 მოდელის უნიკალურობას წარმოადგენს DSLR კამერების დონის სიგნალების ციფრული დამუშავების პროცესორი. P8 კამერის პროგრამული შესაძლებლობები ისეთი სურათების გადაღების შესაძლებლობას იძლევა, სადაც გამიზნულად ასახულია მანქანების ღამის ბუნდოვანი განათებები, რაც ჩვეულებრივ გამოდის მხოლოდ ხანგრძლივი დაყონების მქონე სარკული კამერებით. Huawei ამბობს, რომ P8-ს გააჩნია ეკრანისა და ტელეფონის კორპუსის საუკეთესო თანაფარდობა თავის კლასში. აცხადებენ, რომ Samsung Galaxy S6 და Apple iPhone X-თან შედარებით Huawei P8-ს გააჩნია სრულიად ბრტყელი უკანა პანელი. P8-ს ორივე ვარიანტი მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Huawei Kirin 920, ტაქტური სიხშირით 2 GHz და გააჩნია 3 GB ოპერატიული მეხსიერება. მოდელმა P8 16 GB შიდა მეხსიერება მიიღო. P8 Max-მა 64 GB-მდე. კიდევ P8-ს გააჩნია Nano Safari, რომელიც სცემს მას წყალგაუნტარ თვისებებს ყოველგვარი დამატებითი თავსახურების გარეშე. გარდა ამისა, კომპანია აპირებს P8-სთან ერთად ელექტრონული მელანის შემცველი ჩაშენებული დისპლეის მქონე თავსახურის გაყიდვას, რომელზეც შესაძლებელი იქნება ელექტრონული წიგნების კითხვა, თვალების ზიანის მიყენების გარეშე და smartphone-ის ბატარეის ეკონომიით. P8 საწყის ღირებულება იქნება 499 €, ხოლო Huawei P8 Max 32 GB-ით 559 € იღირება. იმისთვის, რომ არ გამოგჭეთ საინტერესო ამბები, გამოიწერეთ Altas YouTube არხი. ასევე მოგაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები.